მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს bootcamps destination to junior developer JavaScript-ში. შესაბამისად, დღეს გვაქვს დღე მე-7 და ვისაუბრებთ ზოგადად სტრიქონები და თარგის ლიტერალები JavaScript-ში რა არის. JavaScript-ში გვაქვს ტექსტის მონაცემები, ხო? და უკვე ვიცით ეს ტექსტის მონაცემები რა არის, რომლებიც ბრჭყალებში იწერება ან დახრილ ხაზში. მაგალითად, სტრიქონის გამოცხადება შეიძლება ეს, ხო? კლასიკურად ჩემი საყვარელი არის. რაღა დაგიმალოთ, let name უდრის თემურის, აგერ ამბობ კიდევ საჭიშენი, ხო? name ჩვეულებრივად დავადეფაინდეთ. ახლა ნახეთ, სტრიქონებს აქვს სასარგებლო მეთოდები. მაგალითად, შეგვიძლია, ხო, ჩვენი name to upper case ესეთი მეთოდი გვაქვს და თემური ავა upper case-ში. თემური ავა upper case-ში და თითოეული ასო დაიწერება ხო ინგლისურში როგორც დიდი ასო. ასევე შეგვიძლია მაგალითად თემურის length-ი დავითვალოთ თუ რამდენი ასოსგან შედგება თემური. მოდი ვნახოთ name.length გამოვიდა რომ თემური შედგება 6 ასოსგან, ხო თითოეულ სიმბოლოს ესე რომ ვთქვა TEMURI-ს გვითვლის ჩვეულებრივად როგორც 6. მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ რა ხდება თუ ცვლად ის ტექსტთან შერწყმა გვინდა. და ანუ რა შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში პირველი მაგალითი რაც მინდა რომ გაჩვენოთ ეს არის შედარებით ძველი ხერხი, მაგალითად let greeting-ი მისალმება, ხო? hello პლუს წერთ, ხო? ზოგადად ჩვენ განვიხილეთ ოპერატორები და ვნახეთ რომ რიცხვების დაჯამების დროს და ეს არ აღნიშნია, და ეხლა უნდა აღვნიშნო, რიცხვების დაჯამების დროს ხდება ჩვეულებრივ არითმეტიკული მოქმედება, მაგრამ სტრინგების დაჯამების დროს ხდება სტრინგების შერწყმა. hello name პლუს და აქ შეგვიძლია დავწეროთ მაგალითად სახელის ნიშანი. ეს. ეხლა რომ ვნახოთ greeting-ი, ჩვენი თემური მოგესალმებით. ან ჩვენ მივასალმებით თემურს. შესაბამისად, ეს არის ძველი ვერსია. ამის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ თარგის ლიტერალები, მარტივი და ბევრად თანამედროვე ვერსია. მოდი დავწეროთ let another greeting და ამ შემთხვევაში შემიძლია უკვე ის დახრილი ბრჭყალი გამოვიყენო. hello ვიცოდა შევცვალოთ my name is და აქ ვწერთ უკვე dollars და ვწერთ ესეთ ბრჭყალებს objects როგორც ვთქვით და აქ ვწერთ უკვე ჩვენს strings. ეხლა რომ ვნახოთ another greeting hello my name is თემური. აქ შენიშნავთ რომ ვიყენებთ backtips, ხო? ბრჭყალების ნაცვლად და რაც აღვნიშნეთ, ხო? backtips-საც ეძახიან, დახრილი ბრჭყალი. და შესაბამისად ამ დახრილი ბრჭყალის შიგნით უკვე ვწერთ dollars და ობიექტის სიმბოლოებს, ხო, ცვლადების ჩასასვლელად. თარგის ლიტერალები ასევე მხარს უჭერენ მრავალსტრიქონიან ტექსტს. ესეც არის აღსანიშნავი. მოდი შევხედოთ რას გულისხმობ ახლა ამას. მოდი let message, ხო, ესეთი რაღაცა გვაქვს. ამ შემთხვევაში, მოდი hello აქ მოდი ესეთი სტრიქონი გავუკეთოთ და this is a multi-line string. ეს რაღაცა რო გავუკეთოთ. ვნახავთ message რო გავწეროთ, ხო? აქ ხედავთ რომ უკვე დახრილი ხაზით არის და არის ჩვენი multi-line string. სტრიქონები ძალიან მნიშვნელოვანია JavaScript-ში,
ასე რომ მოდი ვცადოთ და ხო, იდეაში ჩვენ უკვე ვცადეთ. ეხლა დროა რომ თქვენს ცადოთ და გააცნობიეროთ და გაიაზროთ მათი შესაძლებლობები. ყოველ კი გელოდებით ახალ გაკვეთილზე და კითხვების შემთხვევაში უკვე დააკომენტარეთ და თქვენი საყვარელი საკითხი, მაგალითად ჯეიში, ან რომელ ლექციას ველოდებით ყველაზე მეტად, აი ეგ დამიკომენტარეთ. ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გკეთდება თქვენთვის დროებით.